ჰეი, მოგესალმებით ყველას. დღეს გაჩვენებ თუ როგორ შევქმნათ Minecraft სერვერის სრულიად უფასოდ თქონო პლაგინებით. თუ გინდა რომ შენი სერვერი უფრო საინტერესო გახდეს, დაამატო მინიგეიმები, ახალი ფუნქციები, ეკონომიკა ან როლპლეი ელემენტები, მაშინ ეს ვიდეო სწორედ შენთვისაა. თუმცა, სანამ Minecraft-ის სერვერის აწყობაზე გადავიდოდეთ, უნდა იცოდეთ თუ რა არის პლაგინი და როგორ გამოიყენება. ასევე რომელ პლატფორმაზე შეგვიძლია ეს პლაგინი სწორედ გამოვიყენოთ. Minecraft-ის პლაგინები, ანუ დამატებითი პროგრამები, რომელიც სერვერს ახალ ფუნქციებს აძლევს. მაგალითად, შეგიძლია სერვერზე პლაგინით დაამატო პრივატიზაცია, რომლებიც მოთამაშეებს მიცემენ უფლებას, რომ მან თავიანთი ნაგებობები დაიცვან სხვა მოთამაშეებისგან. ასევე შეგიძლია შექმნა ეკონომიკური სისტემა, როგორც არის SNTL6 ან Shop ან მარკეტი. ასევე დაამატო მინიგეიმები, მაგალითად Bedwars-ი, Skywars-ი და ასე შემდეგ. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ პლაგინები მუშაობენ მხოლოდ სერვერზე, ანუ single player-ში ვერ გამოიყენებ. საბოლოოდ კი პლატფორმების შედარება უნდა ვიცოდეთ. პლატფორმების ვეძახით Spigots, Papers, Fabrics ან Bookits. Bookit არის ერთ-ერთი პირველი პლატფორმა, რომელიც შეიქმნა პლაგინებისთვის. შემდეგ გამოვიდა Spigot, Paper და ასე შემდეგ. უმეტესად ყველა პლატფორმა ერთი და იგივეა, უბრალოდ გადაწყობილი, რომ ნაკლები ლაგი მიიღოს სერვერმა. ახლა კი ვისწავლოთ თუ როგორ შევქმნათ უფასო Minecraft სერვერი და დავაყენოთ პლაგინები სერვერზე. საიტის ლინკი იქნება აღწერაში. როცა გადმოვთ ლინკზე, იქნება ორი პანელი, login და sign up-ი. აქ შევიყვანთ ჩვენს email address, ჩვენს parallels და დაბადების თარიღს. ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, უბრალოდ შევიყვანეთ ნებისმიერი თარიღი და გაიარეთ რეგისტრაცია. და რა თქმა უნდა, სასურველია თუ 18+ მიუთითებთ დაბადების წელში. და როგორც ხედავთ, სერვერი ჩაირთვა, აქ ჩვენი დღიური დროის ლიმიტი გვაქვს 4 საათია დარჩენილი. სერვერის გათვლის შემთხვევაში ეს 4 საათი მაინც მიმდინარეობს, ასე რომ ჩართვიდან 4 საათი გაქვთ და ვეღარ შესვლით ამ ფაქტს. Backup-ი შეგიძლიათ ერთი შეინახოთ, როგორმე წაგეშალოთ თქვენი სერვერი, შეგიძლიათ აღადგინოთ ჩვეულებრივად. დაბლა სეტინგები არის, რომელიც შეგიძლიათ პარამეტრები გაასწოროთ. ეს არის default-ი, ანუ თავიდან რაც არის დაგენერირებული. შეგიძლიათ ნებისმიერი resource pack-ი ატვირთოთ აქედან, თუმცა მოდით ახლა გადავინაცვლოთ უკვე თუ როგორ ავტვირთოთ პლაგინები სერვერზე. ყველა საიტი და ყველა ჰოსტინგი განსხვავებულია, თუმცა ამ შემთხვევაში და წესით ყველა ჰოსტინგ სერვერზე ინდივიდუალურად იქნება, მაგრამ მეწერება file manager ან plugins, საიდანაც შეგვიძლია ესეთ ფოლდერებში გადავინაცვლოთ. რა თქმა უნდა, საქაღალდეს პლაგინს ეწერება, გადავინაცვლოთ ისო პლაგინს საქაღალდეში და აქ უკვე რამოდენიმე პლაგინი არის ჩატვირთული. ამ შემთხვევაში VIA ვერსია, რომელიც უფლებას გვაძლევს, რომ ნებისმიერი ვერსიით შევიდეთ სერვერზე. თქმა უნდა, ეს არის კონფიგურაციით გაკეთებული. და თავიანთი, ანუ Minehut-ის პლაგინი, რომელიც ჯერჯერობით არ ვიცი რა არის, არ ჩამიხედია შეგნით. აქ გვექნება 3 ფუნქცია. პირველი, ფაილის შექმნა, რომელიც არ დაგჭირდებათ, არც ფოლდერის შექმნა არ დაგჭირდებათ და არის მესამე upload ფაილი. ამას რო დავაჭერთ, ეხლა უნდა გადმოვწეროთ პლაგინი, მაგალითად SNTL6, რომელსაც სერვერზე ჩავაგდებთ. როცა გადმოიწერება უკვე ფაილი, შეგვიძლია დავაჭეროთ select files, ვერჩევთ SNTL6 jar files და uploads. როგორც ხედავთ, უკვე პლაგინი დაიტვირთა. ეხლა შეგვიძლია დავარესტარტოთ სერვერი თუ შესული არ ხართ. თუ სერვერზე შესული ხართ ან კონსოლის გამოყენებით, შეგიძლიათ დაახლე ხაზი reload დაწეროთ, ეს გადატვირთავს პლაგინს. და შევედით ჩვენ სერვერზე. ახლა შეგვიძლია დაახლე ხაზი პლაგინს დავწეროთ, რომ ნახოთ პლაგინები ჩამონათვალე თუ რა არის ჩატვირთული. თუ მწვანეა, ესე იგი პლაგინი მუშაობს, თუ წითლად არის, ესე იგი ან ვერსიის ბრალია, ან რაღაცა არ ამუშავებს სერვერზე. მოდი გამოვიყენოთ ერთ-ერთი პლაგინი SNTL-ის კომანდი gmc მაგალითად. და როგორც ხედავთ, გვიწერს, რომ არ გვაქვს წოდომა ამ კომანდზე. კონსოლზე რო გადავინაცვლებთ, დავწერთ pop და თქვენი სახელი მოთამაშის. რადგან მოგვეცება წოდომა, game mode 1 დავწეროთ, მოგვეცა creative როგორც ხედავთ, 0 ისევ. შეგვიძლია one-ში გამოვიყენოთ და გავქრეთ მოთამაშეებისგან. როგორც ხედავთ, პლაგინი უკვე წარმატებით ჩავაგდეთ სერვერზე. და საბოლოოდ, სანამ პლაგინს ჩააგდებ, დარწმუნდი რომ Spigot-ის ვერსია, ანუ პლატფორმის ვერსია და პლაგინის ვერსია ერთმანეთს ემთხვევა. მაგალითად, თუ გინდოდა რომ SNTL-ის 1.20-ის ვერსია ჩაგვიგდო სერვერზე, უნდა ყოფილიყო Spigot-ის 1.20 ვერსია. ამ შემთხვევაში Paper. ახლა უკვე იცით თუ რა არის პლაგინები და როგორ უნდა მოვამზადო სერვერი. შემდეგ ვიდეოში გაჩვენებ თუ როგორ დავაყენოთ და კონფიგურაცია გავუკეთოთ პოპულარულ პლაგინებს, როგორც არის SNTL-ი, რაც დღეს ჩავაგდეთ. და თუ რაიმე კითხვა გაქვთ, შეგიძლიათ კომენტარებში დაწეროთ, რაზეც აუცილებლად გიპასუხებთ. და მოეწერთ არხი და დააჭერეთ ძალის ღრებს, რათა არ გამოტოვოთ ახალი ვიდეოები.